რა თქმა უნდა, ესეთი მაგალითები გვხვდება, ადრეც იყო და დღესაც შეგვხვდება. ეს დაახლოებით ესეთი მომენტია, რომ ადამიანს ჰქონდა ბინა, ცუდი ცხოვრების გამო, 1000 უბედურების გამო გაყიდა ეს ბინა, შესაბამისად ის ამ ბინაში ვეღარ არის რეგისტრირებული, მაგრამ მას ხომ არ წავართმევთ ქვეყნის მოქალაქეობის უფლებას და ის არის ასე ვთქვათ ჰაერში გამოკიდებული. ასეთი კატეგორიის ჩვენს მოქალაქეს უნდა შეუნარჩუნდეს ამომრჩევლის უფლება იმ ოლქში, სადაც ის იყო ადრე რეგისტრირებული ამა თუ იმ მისამართზე, თუ თბილისში იყო თბილისში, თუ მარნეულში იყო მარნეულში, თუ რუსთავში იყო ისევ რუსთავში, ოღონდ ეს არის განსაკუთრებული სტატუსი, რომელსაც გვერდით მიეწერება უმისამართო. ანუ ყველა ოლქში იქმნება, ყველა ოლქში, მუნიციპალიტეტში, რაიონში, მაგალითად მარნეულში, მაგალითად გარდაბანში, იქმნება ასეთ შემთხვევაში ერთი უბანი, რომელსაც ქვია უმისამართოები, რომლებიც ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ ამ ოლქში რეგისტრირებული. შემდეგ ქონების დაკარგვის გამო დარჩნენ მისამართის გარეშე, ანუ ჰაერში, მაგრამ მათ არ უნდა დაეკარგოთ უფლება, რომ მათ საქართველოს მოქალაქის უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, კვლავ შეუნარჩუნდეთ. ამიტომ ასეთი კატეგორიის ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ეგრეთ წოდებული უმისამართოებისათვის გამოყოფილ უბანში. ასეთია პრაქტიკა. თქვათ აღმოსავლეთში ცხოვრობდა და გადავიდა დასავლეთში და არ შეუძლია რომ მოვიდეს იგივე ოლქში და ამ შემთხვევაში რა ხდება? ასეთ შემთხვევაში თუ ის ფიზიკურად ცხოვრობს სადღაც სხვაგან, მას შეუძლია იმ სხვა რაიონში მოიკითხოს ანალოგიური უმისამართოების უბანი, იმიტომ რომ ყველგან არის ასეთი უბანი, სადაც არის ასეთი ამომრჩეველი. თუ ამომრჩეველი არ არის, ტყუილა არ იქნება ასეთი უბნები, მაგრამ თუ ამომრჩეველი ჩნდება, რომელიც არის უმისამართო, მაგრამ ცხოვრობს იქ, ასეთ შემთხვევაში იქმნება სპეციალურად ასეთი უბანი და უნდა იკითხოს იმ ქალაქში ასეთი უბანის არსებობა, სადაც ის ფიზიკურად ცხოვრობს. დაუშვათ, ცხოვრობდა მარნეულში, გადავიდა ქუთაისში ახლა. ქუთაისიდან მარნეულში ხوار ჩამოვა უმისამართოებში, ამიტომ უნდა იკითხოს, რომ სად არის ქუთაისში უმისამართოების უბანი. ის უნდა შეიყვანონ ამ უბნის ამომრჩეველთა სიაში და არჩევნების დღეს ქუთაისის უმისამართოთა უბანში ეძლევა ასეთი კატეგორიის ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს? ყველაზე მინიმალური ვადა არის არჩევნებამდე მე-14 დღემდე უნდა მიმართოს. არჩევნებამდე 14 დღით ადრე სია იკეტება. ანუ მას აქვს უფლება მიმართოს როგორც საარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე, ასევე საარჩევნო კამპანიის გამოცხადების მერეც და არჩევნებამდე მე-14 დღემდე საკუთარი თავი ასახოს ამომრჩეველთა სიაში, თუნდაც უმისამართოების უბანში. Hörmətli tamaşaçılarımız, bizim bayaq da qeyd etdiyim kimi tamaşaçımız zəng vurmuşdu ki, deməli binasını dəyişən, yaşayış yerini dəyişib, amma qeydiyyatda olmayan insanlar nə etməlidirlər, necə qeydiyyata salmaq lazımdır onları. Qonağımız qeyd etdi ki, hər bir seçki dairəsində belə bir dairə var ki, ünvansızlar dairəsi. Yəni, əgər insan binasını dəyişibsə və qeydiyyatda deyilsə, amma Gürcüstan vətəndaşıdırsa, onun üçün hər bir seçki dairəsində ünvansızlar siyahısı var ki, həmin siyahıdan istifadə edərək həmin insan səs verə bilər. Əgər bu insan Marneulidə yaşayırdısa məsələn və sonra yerini dəyişib Batuma köçübdür, amma qeydiyyatda Marneulidəymiş və onda həmin o ünvansızlar dairəsi kimi Marneulidə o ünvansızlar dairəsinin siyahısında ola bilər və bu insan əgər həmin seçki günündə Batumdan buraya gələ bilməzsə, bu halda ən azı seçkilərə 14 gün qalmış Batumdakı seçki dairəsinə müraciət edib ünvansızlar siyahısını tələb etməlidir və özünü və ərizə ilə müraciət etməlidir ki, özünü həmin siyahıya salsınlar ki, seçki günü həmin insan da səs verə bilsin. ეს კომისია პროექტ გარდა გარის დასრულების შემდეგ გასრავ ჩვენ რეკლამაზე გავდივართ მე მგონი. მე რეკლამის მერე გავაგრძელებთ შეკითხვათ პროგრამას. ჩვენ დაბრუნდით სტუდიაში. ვაგრძელებთ საუბარს, საიბადონო მომკა. სიების გადამოწმების მეთოდოლოგიის თავისებურებებმა უნდა შეუწყოს ხელი შედეგების ეფექტურობას. ამ მეთოდოლოგიას ეფექტურობის რა მაჩვენებელი აქვს, რა პროცენტული უზუსტობები შეიძლება დაფიქსირდეს? დიდი მადლობა კითხვისთვის.
მინდა გითხრათ, რომ როგორც გითხარით, კარდაკარ გადამოწმების მეთოდი დღევანდელი მოცემულობით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც სიების გადასამოწმებლად. და ამ მეთოდის გამოყენების დროს გარკვეულია ისიც, თუ რა ცდომილებებზე უნდა გააკეთოს განსაკუთრებული ყურადღება ჩვენმა რეგისტრატორმა, რომელიც შევა ოჯახში და დაიწყებს სიის გადამოწმებას. Masalımız biz reklamlardan qaydandan sonra ilk sualımız belə oldu ki, siyahıların dəqiqləşdirilməsi metodologiyası ilə bağlı hansı deməli proseslər var ki, siyahıların lap dəqiq, daha dəqiq olmasına təkan verə. Bizim qonağımız qeyd etdi ki, bu ən yaxşı metod kimi, unikal metod kimi qapı-qapı metodudur ki, həmin bu metoda əsasən qeydiyyatçılar qapılara gedərək ailələrdə insanları qeydiyyat alırlar. Zəncimiz var. Zari qaq. Alo. Diyək. Damacıbat. Yeniden შევეკითხო ბატონ მამუკას. დიახ. მარბეული ყოველთვის იწვებოდა ხმების ბეღელად. დიახ. ხელისუფლებისათვის. დიახ. განაცხადეთ, რომ წელს ასე აღარ იქნებაო. რა გეცდება ამისათვის? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე სწორედ იქ მივედი ახლა, როდესაც უნდა მეთქვა, თუ რეგისტრატორები განსაკუთრებით რაზე გაამახვილებენ ყურადღებას. პირველი, ძირითადად არის სამი წყარო ამომრჩეველთა სიების დამახინჯებისა და შემდეგ ეს სიმახინჯეები ჩნდება როგორც манипулირების, გაყალბების, კარუსელების ტრიალის ძირითადი საშუალება. სწორედ კარდაკარ მეთოდით ამ სამი უზუსტობის მიმართულებით გვინდა რომ განვახორციელოთ სერიოზული ჩასწორებები, სერიოზული ტრანსფორმაცია დღეს არსებული სიისა და ამით გავაუმჯობესოთ ერთის მხრივ სია და მეორეს მხრივ ფაქტიურად გავანოლოთ ის სამანიპულაციო საშუალებები, რომელიც იყო ადრე ხელისუფლების ხელში. ეს სამი ფორმაა. თარგმნეთ და შემდეგ konkretul formებს çağırıyoruz. Hörmətli tamaşaçılarımız, bizim tamaşaçımız sual verdi ki, illər ərzində deməli Marneolidə belə deyək, seçicilərin siyahısı ilə bağlı həm daim problemlər olubdu. Yəni onun azaldılması, çoxaldılması ilə bağlı və qonağımız qeyd etdi ki, qeydiyyatçılar məhz bax bu qapı və qapı metodu ilə bağlı olan qeydiyyatçılar qapı və qapı gedərkən, qapı gəzərkən o 3 mənbəyə əsas önəm verməlidirlər, diqqət ayırmalıdırlar. Onlardan biri siyahıların çirkləşdirilməsi ilə bağlıdır. Çirkinləşdirilməsi ilə bağlıdır ki, həmin bu siyahılarda hansısa bir pozuntulara yol verilməsi. İndi bu haqda ətraflı danışacaq qonaq. პირველი, ეს არის გარდაცვლილები, ვინც ამომრჩეველთა სიაში ისევ რჩებიან და მკვდარი სულების მეშვეობით ანხორციელებდა манипулირებას წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლება საქართველოში და იმით აგროვებდა სათავისო ხმებს. ეს არის გარდაცვლილები, რომლებსაც ჩვენ სიიდან ამოვიღებთ ერთმნიშვნელოვნად. მეორე, ეს არის საზღვარგარეთ გასული ჩვენი ამომრჩეველი, რომლებიც იცის ხელისუფლებამ რომ არ იმყოფება საქართველოში და მათი ბიულეტენების მეშვეობით ახდენს манипуляციებს. ყველა საზღვარგარეთ გასულ ამომრჩეველს ვის შესახებაც ოჯახის წევრები სპეციალურ განცხადებას ანკეტას შეავსებენ და ინფორმაციას მოგვაწვდიან რომ მისი ოჯახის წევრი და ძმა, მამა, რა ვიცი, შვილი და ასე შემდეგ გასულია საზღვარგარეთ, ყველა ასეთი ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება ჩანაწერი. არის საზღვარგარეთ, რათა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მათ. ოჯახის წევრებმა თუ ჩვენ წყარო არ გვექნა, ვინც გვეუბნება ამას, ბუნებრივია ჩვენ თვითონ რანაირად გავიგებთ ამის შესახებ. ამიტომ ჩვენ როდესაც ჩვენ რეგისტრატორი, როდესაც შევა ოჯახში და ეკითხება, მას აქვს სია ხელში, ხო? მეორე მხარეს ზის მოქალაქე, რომელსაც აქვს თავის პირადობის მოწმობა. ეუბნება, ეს გვარი ხარ? კი, ეს გვარი ვარ. ამ წელს ახარ დაბადებული, ამ წელს ვარ. პირადო ნომერი ესეთია. პირველ შეამოწმოს. შემდეგ ეკითხება, ეს თქვენი ოჯახის წევრია? თუ მან არ უთხრა რომ ის არის საზღვარგარეთ, ეხლა ჩვენ როგორ უნდა მივხვდეთ ამის თაობაზე, მაგრამ თუ გვინდა რომ სია იყოს ობიექტური, თუ გვინდა რომ ამ სიით მე
უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ვიღაცამ არ იმაიმუნოს და არ მიაწეროს ვიღაცას ეს ხმები, ობიექტური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს რეგისტრატორს. და მესამე, ეს არის, როდესაც მოქალაქე ეუბნება რეგისტრატორს. კარგი, ეს პირველი, მეორე გავიგე, მაგრამ ეს მესამე ვინ არის, საერთოდ აზზე არა ვარ, რატოა ჩემს მისამართზე მოწერილი? ანუ ტყუილად არარსებული პიროვნება უცებ არის მიწერილი ამ მისამართზე. განსაკუთრებით ეს ხდება დიდ ქალაქებში, თბილისში ხდება ძალიან, ქუთაისში, რუსთავში და ასე შემდეგ. ასეთ ადამიანს ჩვენ კონკრეტული რეგისტრაციის მისამართს მოვაშორებთ როგორც ასეთი და რა იქნება? იქნება ის, რომ მართველი პარტია ვეღარც გარდაცვლილებით, ანუ მკვდარი სულებით, ვეღარც საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებით, რომლებსაც იყენებდნენ ხმების, ასე ვთქვათ, გაყალბების დროს და ვეღარც მიწერილი ამ მრჩევლებით ვეღარ დაიწყებს манипуლირებას. ასე რომ მე მიმართავ ახლა იმ ტელემაყურებელს, რომელმაც წეგან დარეკა და ახსენა როგორც ხმების ბეღელიო. თუ ამ, ასე ვთქვათ, ღრიჭოებს ამოვავსებთ, დავგმანავთ და აღარ მივცემთ საშუალებას, ხელისუფლებას, რომ ამეებით იმანიპულიროს, ბუნებრივია აღარც მარნეულში, აღარც ქვემო ქართლში და აღარც არსად საქართველოს მასშტაბით არასწორი ხმების ბეღელი აღარ იქნება. შეიძლება ვიღაცას ახლა ეს მოეჩვენოს, ასე ვთქვათ, არადამაჯერებლად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში უნდა დავრწმუნდეთ ყველა. თავარი, ჩემო კარგებო, არის ის, რომ ამ ჯერად, ამ მომრჩეველთა სიას მარტო ვერც ერთი პარტია ვერ შექმნის. ვერც მარტო პოლიტიკოსები ვერ შექმნიან. ვერც არასამთავრობოები შექმნიან მარტო და საერთაშორისოები. ამ სიას შექმნის თითოეული მოქალაქე. როგორც კი ის მოქალაქე გვეტყვის, რომ დიახ, ჩემი ოჯახის წევრი არის გარდაცვლილი. დიახ, ჩემი ოჯახის წევრი არის საზღვარგარეთ. დიახ, ამ პიროვნებას არ ვიცნობ და მომაშორეთ ტყუილად რატომ იწერია ესეთი ადამიანი, ჩათვალეთ რომ ყველა მოქალაქე უშუალოდ იღებს მონაწილეობას ამ მომრჩეველთა სიის ფორმირებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ახალ მეთოდოლოგიაში. Hörmətli tamaşaçılarımız, biz yeni metoddan danışırıq. Qapı və qapı metodundan. Həm bu metodda bayaqda qeyd etdiyim kimi qeydiyyatçılarımız 3 əsas mənbəyə diqqət ayırası olacaqlar. Bunlardan biri vəfat edilmişlərin siyahıdan qaldırılması. Hansı ki, qonağımız deyir ki, illər ərzində siyasət, iqtidar partiyaları istifadə edirlər vəfat etmişlərdən və öz səslərini artırmağa çalışırdılar səs verənlərin sayından. Bundan sonra ikinci isə xaricə gedən vətəndaşlar, hansılar ki, xaricdədirlər və bu haqda həmin bu qeydiyyatçılar həmin xaric getmişlərin ailələrinə gedərkən ailə üzvlərindən soruşurlar ki, bu adam sizin xaricdədirmi? Ailədə üzvü əgər təsdiqləyərsə ki, doğrudan da onun ailədən bir üzvü xaricdədir, bu təqdirdə həmin insan siyahıdan çıxarıla bilir. Üçüncü isə ünvanlara yad adamların qeyd olunmasıdır. Bunu qeyd edir ki, qonağımız qeyd edir ki, bu böyük şəhərlərdə baş verir ki, yad insanın adı və fəmili hansısa bir müəyyən bir ailəyə qeyd olunur. Həmin bu ailələrdə də ki, yad insanların əgər adı fəmili çıxarsa, onlar ailə üzvləri qeyd etməlidirlər ki, bu insan bizdə yaşamır, əbəs yerə yazılıbdır onun adı fəmili və o da siyahıdan çıxarılır. Məhz bu 3 mənbənin vasitəsilə ideal siyahı yaradıla bilər deyir bizim qonağımız və o qeyd edir ki, ola bilsin hazırda tamaşaçılarımız üçün və bir çoxlarımız üçün bu inandırıcı bir fakt deyil ki, doğrudan da düzgün, dəqiq siyahı yarana bilər, amma deyir, inanın ki, belə bir şey alına bilər. Gürcüstanda da, Marneolidə də, Kvemokardlidə də, yəni düzgün siyahı, seçici siyahısı yaratmaq mümkündür bu qapı-qapı metodu ilə.